Ირა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ protection პროტოკოლზე და ახლა გავაგრძელოთ საუბარი. შემდეგი ეტაპი არის სარჩელი შეტანა. თუ დავა არ მოგვარდება, მომჩივანი სასამართლოში აგრძელებს პროცესს და ნაბიჯები. წარდგენილია claim form და particulars of claim, ასევე იხდიან სასამართლოს მოსაკრებულს, ეს დამოკიდებულია სარჩელის ღირებულებაზე და სარჩელი გადაეცემა მოპასუხეს ჩვეულებრივ 4 თვის განმავლობაში. ამ ეტაპიდან კი დროის ათვლა იწყება. ნაწილი 3. პასუხები სარჩელზე. ბადა 14 დღე არის სარჩელის მიღებიდან აღიარებისთვის, ხოლო 28 დღე დაცვის წარდგენისათვის. მოპასუხი სარჩევანი. სრული დაცვის წარდგენა, სარჩელის აღიარება, რაც შეიძლება იყოს შუა და ნაწილობრივ, კონტრსარჩელის შეტანა და ასევე განაცხადი სარჩელის გაუქმებაზე ან იურისდიქციის სადავოდ დაყენება. დაცვა მხოლოდ ვერ ვეთანხმებით, ვერ შემოიფარგლება. ზედაპირული უარყოფა ხშირად უკან ბრუნდება. ნაწილი 4. საქმის მართვა და ინსტრუქციები. როდესაც მხარეები შეიტანენ თავიანთ განაცხადს, სასამართლო იწყებს პროცესის მართვას. მხარეები კი ავსებენ directions questionnaire-ის, რომელიც ეს არის სასამართლო ამყოფს საერთოდ სასამართლო და შემდეგ უკვე მიენიჭება შესაბამისი კატეგორია. ესე შეიძლება იყოს small, fast და mukti. რა თქმა უნდა, განსხვავდება თანხების მიხედვით. შემდეგ სასამართლო გასცემს ინსტრუქციებს, ღადებს, დოკუმენტების გამჟღავნების, ასევე მოწმეების, ჩვენებების, ექსპერტების დასხმებსა და სხვადასხვა ეტაპებს. აქედან კი თქვენი საქმე ფორმას იძენს. თუ ვადები გაიპარება, პრობლემას აუცილებლად ელოდეთ. ნაწილი 5. გამჟღავნება, მტკიცებულებები და მსადება. გამჟღავნება ეს არის მხარეები, როდესაც ვალდებულები არიან წარადგინონ ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც მათ საქმეს აზიანებს. მოწმეები და ჩვენებები. მოწმეები წარადგენენ ხელმოწერილ ჩვენებას, რომელიც სასამართლოში მათი ძირითადი მტკიცებულებაა. ექსპერტის მტკიცებულება. ეს საჭიროების შემთხვევაში არის, რადგან ექსპერტები შეიძლება დანიშნოს ერთობლივად ან ცალ-ცალკე, მაგრამ მხოლოდ სასამართლოს ნებართვით. უმეტესად კომერციულ დავას სწორედ დოკუმენტები წყვეტს, იმეილები, კონტრაქტები, WhatsApp-ის ჩატყობინებები და ასე შემდეგ. შემდეგ ნაწილში კი ჩვენ ვისაუბრებთ სასამართლო განხილვასა და გადაწყვეტილებაზე. დარჩით ჩვენთან.